ვთქვათ, ნეიტრალიტეტი წლების განმავლობაში რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი არის, ასე ვთქვათ, რომელსაც ის იყენებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ და ცდილობს, რომ თავის სამეზობლოში ამ ქვეყნების საზოგადოებაში ნეიტრალიტეტი წარმოაჩინოს როგორც რაღაც სუვერენიტეტის გაძლიერების საშუალება, როგორც ვთქვათ, საშუალება, რომელიც მოუტანს ქვეყანას მშვიდობას და თავიდან ააცილებს დიდ სახელმწიფოებთან დაპირისპირებას და ასე შემდეგ, თუმცა რეალურად რუსეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში ქვეყანამ თქვას უარი დასავლურ ინტეგრაციაზე, შეიქმნას ერთგვარი რუხი ზონები მის საზღვრებთან, რომელიც არ მისცემს საშუალებას, რომ გაფართოვდეს დასავლეთი და ეს ქვეყნები გახდნენ, ასე ვთქვათ, დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და შესაბამისად ისინი გახდნენ მოწყვლადები რუსული გავლენების მიმართ და შესაბამისად რუსეთმა ეს გამოიყენოს თავისი იმპერიალისტური მიზნებისთვის. ეს მიზანი აქვს ხოლმე როგორც წესი და რაც შეეხება უშუალოდ ნეიტრალიტეტის საკითხს, ანუ საქართველოს როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, ნეიტრალურ სახელმწიფოს სჭირდება თავისი კონკრეტული კრიტერიუმები იმისთვის, რომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, მათ შორის მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ასე შემთხვევაში, მე მგონი არ შეუძლია ხო ქვეყანას ნეიტრალიტეტის სამართლებრივი გამოცხადება. ხო, დიდი დრო წაგვივა ჩვენ იმაზე, რომ გავშალოთ ნეიტრალიტეტის ტიპები, იმიტომ რომ არსებობს სამართლებრივი, არსებობს ფაქტობრივი და ასე შემდეგ, თუმცა სამართლებრივი კუთხით იგივე ჰააგის კონვენცია რო ავიღოთ, ხო, ამ შემთხვევაში შენ ტერიტორიაზე თუ შენ აცხადებ ნეიტრალიტეტს, არ უნდა იყოს უცხოქვეყნის ჯარი და ავტომატურად ეს გამორიცხავს სამართლებრივ გამოცხადებას. თუ თქვათ ეს რაც ფაქტობრივი გამოცხადება იქნება, ამ შემთხვევაში შენ გჭირდება პირველ რიგში უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალებას შეძლებს. ასე უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, თვითმკვარე ეკონომიკა და ეს ნეიტრალიტეტის ტრადიცია უნდა გქონდეს შენ ასე თქო დამკვიდრებული, როგორც ეს აქვს შვეიცარიას. შესაბამისად, საქართველოს არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს. რუსეთი არის დიდი საფრთხე და ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ნამდვილად არ არის მზად იმისთვის, რომ შეაკავოს ეს საფრთხეები და საქართველოში არც არის ეს ნეიტრალიტეტის კულტურა ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის იყო პროდასავლური სახელმწიფო, თავისუფალი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ ასე ვთქვათ, ვიღწვით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრი, ვიღებთ ამ პროცესიდან სიკეთეებს და უცბად ამ სიკეთეებს ჩვენ უარი რო ვთქვათ, ფაქტობრივად ჩვენ დავბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისში ეგეთ მოცემულობაში. აქედან გამომდინარე, არც ერთი მოცემულობა და არც ერთი კრიტერიუმი არ ეძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ რაღაც მომენტში მაინც დავუშვათ საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადება.